ძალიან ადრეა იმაზე საუბარი, რამე დადასტურდა თუ არ დადასტურდა, ჩვენ ეს ინფორმაცია გასულ კვირას მივიღეთ პირველად, არაფერ მსგავსზე არასოდეს არც ერთ დოკუმენტში საუბარი არ ყოფილა, თქვენ ყველას გაქვთ ნანახი, უამრავი მადლობის წერილები, შეფასების ანგარიშები, გასულ კვირის შუაში მივიღეთ ინფორმაცია გაეროდან, იმ დღესვე მივეცი დავალება სამხედრო პოლიციას გამოძიების დაწყებაზე, ეს გამოძიება შესაბამისად გასულ კვირას დაიწყო, გადაწყვეტილება მაშინვე მივიღეთ, რომ ჩამოვაცილეთ თანამდებობას პირები, რომლებიც უშუალოდ კურირებდნენ 2014 წელს ამ თემებს, მათ შორის გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, რომელიც მისიებს ხელმძღვანელობდა იმისათვის, რომ რაიმე მიზეზის გამო ვინმე გავლენა ვერ მოახდინოს გამოძიებაზე, პირველადი მონაცემებით მე შემიძლია გითხრათ, რომ არავითარ ძალადობას არაფერი სისხლის სამართლის დანაშაულთან ახლოს მყოფიც კი არ ჩანს, თუმცა არც ერთი მტკიცებულება, ჩვენება, კონკრეტული დოკუმენტი ჩვენ გაეროდან არ მიგვიღია, არის მხოლოდ ის, რაც თქვენ ალბათ უკვე ნახეთ, ის პრეს-რელიზი, რომელიც გამოაქვეყნა გაერომ, თუმცა ჩემი პირადად, როგორც თავდაცვის მინისტრის უპირველესი ამოცანაა, რომ ასეთი შემთხვევებით, ასეთი განცხადებებით ჩრდილი არ მიადგეს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს. ერთადერთი და ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის, რომ ის სახელი და პრესტიჟი, რომელიც ამდენი წლის განმავლობაში აშენა ქართულმა ჯარმა, რომლითაც ჩვენ ყველანი ძალიან ვამაყობთ, იყოს შენარჩუნებული. ამიტომ თუ კი ხაზგასმით ვამბობ, თუ კი დადასტურდა, რომ ვინმე ჩაიდინა რაიმე იმასთან ახლოს მყოფიც კი, რაზეც საუბარია დღევანდელ პრეს-რელიზში, რომელიც გაეროს მიერ გამოქვეყნდა, კანონის უმკაცრესი მოთხოვნებით დაისჯება სწორედ იმისათვის, რომ ერთი ან ორი ადამიანის მოქმედებამ მთელ დანარჩენ შეიარაღებულ ძალებზე არ გავრცელდეს. ამ წუთის მდგომარეობით თეორიულად თუ შევხედავთ და ვისაც ჯერა რომ ეს სიმართლეა, ყველა ადამიანი იმ 160-კაციანი კონტინგენტიდან, ვინც ცენტრალურ აფრიკაში იმყოფებოდა, არის ერთგვარად კითხვის ნიშნის ქვეშ. მათ ოჯახები ყავთ, მეგობრები ყავთ, სახელი აქვთ საკუთარი, არიან ძალიან წარმატებული სამხედროები და არც ერთი წამით არ მინდა იმის დაშვება, რომ ვინმე ოდესმე გაბედავს ამ ადამიანებს, ესე კოლექტიურად რაიმეში ბრალი დასდოს. ამიტომ ჩემი ამოცანაა, რომ რაც შეიძლება სწრაფად, აბსოლუტურად მინიმალურ ვადებში ყველაფერს თავის სახელი გაირკვეს თუ ვინმე მართლა რამეში მონაწილეობდა თუ არა, შესაბამისად ეს გაბათილდეს. გაეროს განცხადებაშიც ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ამ შემთხვევაში თავდაცვის სამინისტრომ თანამშრომლობის მაქსიმალური ხარისხი აჩვენა, იმით რომ ჩვენ პირველ დღესვე როგორც კი მივიღეთ ინფორმაცია დავიწყეთ გამოძიება და მე გარწმუნებთ, რომ დიდი ხანი არ დაჭირდება ამ თემაზე წერტილის დასმა. თეორიულადაც კი მე მინდა გამოვრიცხო ყველა შესაძლებლობა, რომ ვინმე დაინტერესებული ადამიანი დღეს რაიმე ფორმით ჩაერიოს გამოძიებაში. ეს ის არის ზუსტად რისთვისაც მე პირადად და ჩემი მეგობრები წლების განმავლობაში ვაკრიტიკებდით წინა ხელისუფლებას, რომ თავარი პრობლემა გახსოვთ რა იყო, რომ იმ ხალხს დაავალეს გამოძიება, ვინც თვითონ იყვნენ ეჭვმიტანილი დანაშაულების ჩადენაში. ამიტომ ამას რა თქმა უნდა არ დაუშვებთ. ნებისმიერი პიროვნება, რომელიც კიდევ გამოჩნდება, რომელიც იქნება თქვათ ჩართული ან იყო ევალებოდა ან ვერ გააკეთა ის თავისი ამოცანა, აუცილებლად ყველა ვიცით შეიძლება რომ დაკავშირებული იყოს ამ საქმესთან, აუცილებლად ყველას იგივე ბედი მოელის. კიდევ ერთხელ ვიძახი, ჩვენ ყველა ზომას მიმართავთ, რაც ჩატარდეს ობიექტური გამოძიება, ჩვენ ყველა ძალას ვიხმართ, ჩვენი ძალებითაც გავაკეთოთ, ვითანამშრომლობთ შესაბამის ორგანოებთან და დადასტურების შემთხვევაში, ხას უსვამ, დადასტურების შემთხვევაში არავის ხელი არ დაეფარება.